ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. ნაწილი მეოთხე. მე-14 საუკუნის 10-იან წლებში ქართველი მეომრები კვლავ აქტიურად მონაწილეობდნენ ილხანთა სამხედრო კამპანიებში. ეს ლაშქრობები ძირითადად სამხრეთის მიმართულებით იყო მიმართული. ერთი სირიისკენ, მამლუქთა ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო მეორე მცირე აზიაში, ანატოლიის რეგიონში, სადაც რუმის სასულთნოში პერიოდულად გაჩენილი აჯანყებების ჩახშობა ხდებოდა. ტრადიციულად, მონღოლთა ლაშქარში მყოფი ქართული ძალების მეთაურობა საქართველოს მეფეს ეკისრებოდა, როგორც ეს წინა 10 წლეულებში არაერთხელ მომხდარა. თუმცა მოცემულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გიორგი მე-6 ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას ვერ ახერხებდა. ამიტომ ქართველ მეომრებს სათავეში ჩაუდგა მისი ბიძა და რეგენტი გიორგი, ჩვენთვის კარგად ცნობილი როგორც გიორგი მე-5. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა მეომრებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი როგორც გამორჩეულმა და გამოცდილმა მებრძოლებმა. სწორედ ამ ლაშქრობების დროს გიორგი დაუახლოვდა მონღოლ დიდებულებს, დაამყარა მნიშვნელოვანი კავშირები და თანდათან მოიპოვა ავტორიტეტი, როგორც სამხედრო წრეებში, ისე თავად საყაენოს კარზე, განსაკუთრებით გავლენიან მონღოლ ჩობან ნოიმთან. 1317 წელს ილხანთა საყაენოს დედაქალაქში განსაკუთრებული დღესასწაული გაიმართა. ახალი ყაენის 12 წლის აბუ საიდის ტახტზე ასვლის ცერემონიალზე თავი მოიყარა იმპერიის ყველაზე გავლენიანმა და შეძლებულმა ფენამ. აქ იმყოფებოდნენ შორეული მიწებიდან ჩამოსული ელჩები, დიდებულები და სამეფო ოჯახების წარმომადგენლები. მათ შორის იყო საქართველოს სამეფო დელეგაციაც. სწორედ ამ გარემოში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. ერთმანეთს შეხვდნენ ორი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველები. აღმოსავლეთ საქართველოს მცირეწლოვანი მეფის რეგენტი გიორგი და ილხანთა სახელმწიფოს მთავარი ემირი ყაენის აღმზრდელი ჩობან ნოინი. ფორმალურად არც ერთი მათგანი არ ატარებდა უმაღლეს სამეფო ტიტულს, თუმცა რეალური ძალაუფლება სწორედ მათ ხელში იყო თავმოყრილი. მათი შეხვედრის დეტალები წყაროებში არ არის დაცული და უცნობია, რა თემებზე ისაუბრეს. თუმცა ქართველი ისტორიკოსების ცნობით სწორედ ამ შეხვედრამ ჩაუყარა საფუძველი მათ შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სავარაუდოა, რომ ჩობანმა გიორგიში დაინახა არა დაუფიქრებელი, ცპიერი ან თვალთმაქცი ადამიანი, არამედ ფრთხილი და გონიერი მმართველი, რომელიც მზად იყო ვითარების სწორად შეფასებისთვის. ამ დროიდან იწყება მათი დაახლოება, რაც შემდგომში მნიშვნელოვან პოლიტიკურ კავშირად იქცა. ცნობილია, რომ ჩობანი და გიორგი ერთმანეთს ბრძნული რჩევებით ეხმარებოდნენ. ჩობანი აფასებდა ამ მეგობრობას და ეყრდნობოდა ქართველი მეფის ერთგულებას. და მართლაც, გიორგი ერთგული იყო ჩობანის მიმართ. ის მონღოლთა მხრიდან დაკისრებულ ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა. იხდიდა ხარკს, მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობებში. სამხედრო მამაცობითაც მრავალჯერ გამოიჩინა თავი. დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა, ამიტომაც მასთან მოკავშირეობა და მეგობრობა ჩობანისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, რომ ჩობანი დიდ სამეფო ინტრიგებში იყო ჩართული და მისი საიმპერიო ამბიციები ქართველების მხარდაჭერასაც მოიაზრებდა. ჩობანმა თავის მოკავშირეს ფართო უფლებები მიანიჭა. გიორგის ხელში გადადიოდა არამხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მართვის რეალური ბერკეტები, არამედ ჯდებოდა მთელი ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკური შესაძლებლობაც. წყაროს მიხედვით, ჩობანმა მას მისცა ყოველი საქართველო და ყოველი მთავარნი საქართველოსანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ილხანთა ხელისუფლებისთვის უკვე აღარ იყო სასურველი და კუცმაცებული საქართველო, საიდანაც ვერც ხარკის დროული ამოღება ხერხდებოდა და ვერც სამხედრო ძალის ეფექტურად მობილიზება. მათ სჭირდებოდათ ერთი მმართველი, რომელიც უზრუნველყოფდა წესრიგს და სრულიად შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს. სწორედ ამ როლში მოიაზრებოდა გიორგი.
ამ ვითარებაში მას ეძლეოდა შესაძლებლობა არსებული პოლიტიკური დანაწევრება თანდათან დაეძლია და ქვეყანა ერთი დროშის ქვეშ მოექცია. ამასთანავე მას ეძლეოდა უფლება მონღოლთა უშუალოდ შარევის გარეშე ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ურჩი მთავრები და ადგილობრივი მოხელეების საკუთარი ხელისუფლების ფარგლებში დაემორჩილებინა. საჭიროების შემთხვევაში კი დაესაჯა ან თანამდებობიდან ჩამოეცილებინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხარკის საკითხი. მანამდე მონღოლი მოხელეები გადასახადებს ხშირად თვითნებურად და უკონტროლოდ კრებდნენ, რაც მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ახლა კი ხარკის აკრეფა გიორგის კონტროლს ექვემდებარებოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა მონღოლთა ბატონობის დასრულებას, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შვება იყო. მოსახლეობა ნაწილობრივ თავისუფლდებოდა უცხო მოხელეთა თვითნებობისგან, ხოლო მმართველს ეძლეოდა შესაძლებლობა ფინანსური სისტემა უფრო მოწესრიგებულად და ორგანიზებულად ემართა. მალევე თბილისში გიორგი მე-6 მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის გარემოებები, ისევე როგორც მისი მამის, დავით მერვის გარდაცვალების მიზეზები, წყაროებში ნათლად არ არის განმარტებული და დღემდე გარკვეულ ბურუსში რჩება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გიორგი მე-6 ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. განსხვავებით მამამისისგან, მას არ დაუწყია აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ და არც მძიმე სამხედრო პირობებში უხდებოდა ცხოვრება, რაც მის სიკვდილს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის. დამატებით კითხვებს ბადებს ის გარემოებაც, რომ მისი გარდაცვალება თითქმის მაშინვე მოჰყვა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებული იყო გიორგი რეგენტისა და ჩობან ნოინის შეხვედრასთან. მიუხედავად ამისა, არსებული წყაროები არ გვაწვდის პირდაპირ ცნობას ძალადობრივი ქმედების შესახებ, რის გამოც ისტორიკოსები ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან და ერთ მნიშვნელოვან დასკვნას არ აკეთებენ. ამ ვითარებაში თბილისში დაახლოებით 30 წლის გიორგი მეორედ ეკურთხა მეფედ. ის ოდესღაც ტახტის მემკვიდრეთა შორის უკანასკნელად ითვლებოდა, ახლა კი საქართველოს მეფე გახდა, მმართველი რომლის წინაშეც იდგა უმთავრესი ამოცანა, დაშლილი ქვეყნის გაერთიანება და ცენტრალური ხელისუფლების აღდგენა. ტახტზე ასვლამდე მან არაერთი მძიმე პერიოდი გადაიტანა, ჯერ მამის, დემეტრე მეორის დაღუპვა, შემდეგ ძმებს შორის დაპირისპირება და მათი აღსასრული, ბოლოს კი ძმისშვილის, გიორგი მე-6-ის გარდაცვალება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, წინ კიდევ არაერთი მსხვერპლი ელოდა ქვეყანას. მეოთხე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე, გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.